ნიკამელიას ადვოკატი ყავს გიორგი კონდახაშვილი ახლა ხაზზე. გიორგი, საღამოშიდობის რაც შეიძლება მეტი დეტალი გითხარით თუ შეიძლება ნიკას დაკავებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ბევრ დეტალს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან მეც მქონდა რამოდენიმე წუთის კომუნიკაცია ნიკას მძღოლთან და მის თანხმოლებებთან, ვისთანაც ერთად გადაადგილდებოდა ლისისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით აპირებდა გადაცემაში მონაწილეობის მიღებას ერთ-ერთ ასე ვთქვათ გადაცემაში ფაქტობრივად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადააყენა მანქანა და ამის შემდგომ ფაქტობრივად ძალისმიერი მეთოდებით რამოდენიმე პოლიციელი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ თავს, ჩამოართვეს ნივთები და ძალისმიერი მეთოდებით ჩადენეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით ყოველგვარი ახსნა. გიორგი, ეს დაკავება მესმის, ეს დაკავება უკავშირდება ხვალინდელ პროცესს, ანუ უკავშირდება ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას, აი რა იცით თქვენ რა? ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკავშირდება ეს დაკავება ვერც ხვალინდელ პროცესს და ვერც სხვა სისხლის სამართლის საქმეს, მე კანონის ფარგლებში გესაუბრებით, ვინაიდან არც ერთ აღნიშნულ საქმეში ნიკასთან მიმართებით პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია და მას აქვს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. კანონი რაიმე ფორმალურ საბაბს იძლევა, რომ ამის გარეშე გაეკეთებინათ? ჩემი ვარაუდით, ცალსახად სახეზე არის, კრიმინალური აქტი, თუნდაც პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედება თუ რაიმე სხვა დანაშაულს არ აქვს ადგილი, რასაც გამოურისხავ, მსგავსი ქმედება არის უკანონო პირის უკანონო დაკავება, მაგრამ ერთ-ერთი ვარაუდით, ეს ჩემი ვარაუდია, შესაძლოა რაღაც მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით იგი დააკავონ, რომ თვალე უზრუნველყო მისი, ასე ვთქვათ, პატიმრობის. ანუ განმარტოთ, ბატონ გიორგი, აი აქ შეკითხვა ჩვენი მაყურებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკამელიამ თქვა, რომ ის სასამართლოში არ მივა. ანუ ის უნდა დააკავონ იქ, სადაც იქნება მაშინ. არ ვიცით, სად იქნება. შეიძლება ეს იყოს სახლი, ოფისი. ანუ ახლა დაიჭირეს იმისთვის, რომ მერე ხვალ თუ მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე და ალბათ მიიღებს პატიმრობის შეფარდებაზე, ეს პრობლემა მოეხსნათ და უმტკივნეულოდ ადმინისტრაციულზე დაკავებული გადაიყვანონ. ეს არის ჩემი ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ როდესაც წინასწარ ყველაფერი არის დაწერილი და მოსამართლე შვანგირაძე გამოაცხადებს პატიმრობის გადაწყვეტილებას, რომ არ შექმნა დისკომფორტი მისი, ასე ვთქვათ, სასამართლო განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით, ალბათ წინასწარ მოიგონეს რაღაც ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, დაკავების საფუძველი, ვინაიდან ორი პოლიციელი ჩვენება, ჩვენების მიღება მოგეხსენება დღეს არ არის არანაირი პრობლემა. დაწერენ ახლა რაღაც წინააღმდეგობა ან წვრილმანი ხულიგანობა, როგორც ჩვევიათ ხოლმე. ამის საფუძველზე მათ შეუძლიათ 48 საათი ყავდეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და უკვე ხვალ როდესაც იქნება სასამართლო პროცესი და უკვე მოსამართლე მიიღებს პატიმრობის განჩინებას, ის უკვე დაკავებული ეყოლებათ ისედაც. მაღატივად აღასრულებენ აღნიშნულ განჩინებას. ეს არის ჩემი ვარაუდი, იმიტომ რომ სხვა მხრივ სამართლებრივად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ნიკა ახლა ახალ დანაშაულს საერთოდ არ ჩაიდინდა და ვერ ექნებოდა საფუძველი მისი, კანონიერი დაკავების, თუმცა კიდე ერთხელ ვაცხადებ, ეს არის აბსოლუტური თავგასულობა, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, რაც მოხდა და წარმოიდგინეთ, როდესაც პოლიტიკურ ლიდერს ესე ექცევიან, როგორ დაუცველი არის მოქალაქე ჩვენ ქვეყანაში. ხო, ესე უნდა გავახსენოთ ალბათ მაყურებელს, რისი შეიძლება მათ ეშინოდეთ, ეს არის მელიას წინა დაკავება, როდესაც მათ მოუწიათ სპეცოპერაციის ჩატარება, იქ შემდეგ გახარიას გადადგომა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად თავი გადაიზღვიეს, მაინც რაღაც დამატებითი პრობლემები მოიხსნეს. ეს არის თქვენი ვერსია, ხო? ეს არის თქვენი ვერსია. თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ის რომ ნიკას ჰქონდა საჯაროდ გაცხადებული, რომ იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, რომ იგი ან მიმოვლას აპირებდა, ან წინააღმდეგობას აპირებდა. დიახ, აი რა სამართლებრივი მექანიზმები არის ახლა თქვენ ხელთ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამართლებრივი სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს, ამ საემიროებიდან მოყოლებული ლისის ტბის ჩათვლით შეიძლება ქუჩაში ჩაგტენონ მანქანაში და მიართვან შენი თავი რუს ოლიგარქს, მაგრამ ის ფორმალური შესაძლებლობები და ბერკეტები, რაც მაინც არსებობს, ახლა თქვენ რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და როდის გექნებათ პირველი ინფორმაცია? შევეცადო, ახლა მე უკვე გავდივარ ოფისიდან და შევეცდები მივაკვლიო სად არის გადაყვანილი დაკავებული და შევხვდე მას და მასთან შეხვედრის შემდეგ თუ კი მომეც ამის საშუალება,
გამოაჩინეს სად არის საყვანელი პირი, ამის შემდგომ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. და აი აქ არსებობს რაღაცა ფორმალური დიალოგი მაინც თქვენ დაკავებული ხართ ამისა და ამის გამო ხომ ჩვენ ხომ გვინახავს ეს ეტიკეტი ხო არსებობს ხომ რა უთხრეს მას ფორმალურ მიზეზს დაკავების ფორმალურ მიზეზს დღეს არსებულ სიტუაციაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ალბათ რაღაცას დაუდებს საფუძვლად. ყოველ შემთხვევაში რას ამბობენ თანხმდები პირები ეს არ უთქვამს მისთვის პოლიციას. პირები ამბობენ რომ აბსოლუტურად ყაჩაღური თავდასხმა იყო. ნივთები ჩამოართვეს, გადააყენეს მანქანა, ყველა ჩამოართვეს ნივთები, ტელეფონები, ისე რომ მანქანა რაღაც ნივთები დაზიანებულია, სარკეც დაზიანებულია. ფაქტობრივად ნიკას ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავს დაესხა რამოდენიმე ადამიანი, რავი, ათეულამდე ადამიანი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია გამოიყენეს იმისთვის, რომ გადაეყენებინათ მანქანა, გაეჩერებინათ და ამის მერე ფაქტობრივად მოიტაცეს ნიკა. და ყოველგვარი ახსნა გარემოთების გარეშე ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. და ეს არის მოცემულობა და დანარჩენი ახლა რა გითხრათ. აღმაშფოთებელი ფაქტია და მესმის ახლა თუ იმისში ქონდა ხელისუფლებას რომ ხვალენიკასთან მიმართებით აი რა მოხდებოდა? რა შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმუმი არ მივიდოდა ნიკამელია პროცესზე და მე მივიდოდნენ სადაც იქნებოდა და იქ დააკავებდა. სადაც არაპირებდა არანაირი წინააღმდეგობის გაწევას. არა ვითარი ეს დღეს სასამართლო პროცესზე დაუფიქსირე საჯაროდ რომ ნიკას არ გამოცხადება სასამართლოში დაკავშირებული იყო იმ უმსგავსო პროცესებთან რაც იყო მოსახლეობასთან მიმართებაში და აქტივისტებთან მიმართებაში განხორციელებული იგივე ზურა ჯაფარიძის პროცესზე, როდესაც ფაქტობრივად ადამიანები ზოგი დააკავეს, ზოგი სცემეს, ზოგი სასამართლოს საერთოდ შეუშვეს და აი ეს რომ აეცილებინა პირიქით, იმიტომ გადაწყვიტა რომ არ მისულიყო ასეთ სასამართლო პროცესზე, რომ თვითონ ხალხის ინტერესიდან გამომდინარე ამაზე იყო საუბარი და არა პირიქით რაშიშებით არის. თუმცა ეს ყველაფერი არის ჩვენი ვარაუდი. სასახა ერთი რამ რომ ნიკა არის უკანონოდ დაკავებული და მოტაცებული და მეტ დეტალებს როგორც კი გავიგებთ შესაბამისად გაცნობთ ყველას. დიდი მადლობა.